მოგესალმებით, მეგობრებო. გადავწყვიტე, რომ ერთი ვიდეო შემოგთავაზოთ, რომელიც შეეხება კონკრეტულ ინსტრუმენტს, მაგრამ ინსტრუმენტსაც შეეხება და ძალიან მნიშვნელოვან თემასაც შეეხება, რომელიც არის ინფორმაციის ძალიან დიდი მოცულობის დამუშავებას ეხება, რაც ჩვენ გვიწევს ფაქტიურად ყველა ჩვენგანს პირადი და პროფესიული განვითარების გზაზე. ესე იგი, მე ვაპირებ დღეს, რომ გაჩვენოთ კონკრეტული ინსტრუმენტი, ეკრანის გაზიარებაც მაგითო გადავწყვიტე, რომ გაჩვენოთ ეს ინსტრუმენტი. ეს არ არის სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს მიზანი, რომ გასწავლოთ ეს ინსტრუმენტი, მაგრამ მინდა რომ ჩაგახედოთ, ჩემი თვალით შეგახედოთ, მე ამას ყოველდღიურად ვიყენებ, თუნდაც YouTube-ის ვიდეოის კეთებაში და ბევრ სხვა რამეში და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოკლედ ეს ვიდეო ჩამეწერა თქვენთვის ეს ინსტრუმენტი გამეზიარებინა. ინსტრუმენტს რა ქვია, მაგამდეც მივიღოთ. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ზღვა ინფორმაციასთან გამკლავება დღევანდელ ცხოვრებაში. ეს არის წიგნები და აი ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი Kindle-ის ბიბლიოთეკას, ასე ვთქვათ, რომელშიც ახლა პროფესიული წიგნების ის არის აქცენტი ძირითადად პროფესიულ წიგნებზეა და მე Kindle-ზე როგორც მოწყობილობაზე და ასევე სხვადასხვა მოწყობილობაზე ვკითხულობ ელექტრონულ წიგნებს, რატომ ესე იგი ეს რაში გამოგვადგება ამას მოგახსენებთ ცოტა ხანში, არის YouTube-ის არხები, უამრავი YouTube-ის არხია, რომელსაც ვიყენებ აქტიურად ახალი ამბების თვალის დევნებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების ნაწილში, რა ვიცი, ცურვის დახვეწისთვის და ყველაფრისთვის, საქმიანი და პირადი ამბებისთვის. ამის გარდა არის საიტები, ამის გარდა არის სიახლეები, მოკლედ ძალიან ბევრი წყაროა, რომლითაც ვიღებთ ინფორმაციას რა. და ეს ერთი საკითხია, რომ დრო უნდა გამოვნახოთ და რაღაცა დისციპლინა უნდა გამოვნახოთ აუცილებლად, რომ მოწესრიგებული იყოს მეტნაკლებად ეს ჩვენი და ყოველდღიური იყოს ინფორმაციის მიღება და რა ვიცი, მადლობა ღმერთს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი სამსახურიც ეს არის, რომ თქვენ მაგივრად და სხვების მაგივრად რაც შეიძლება ბევრი ინფორმაციას გავეცნო, მაგრამ აი აქ შემოდის ერთი პრობლემა, რომ ინფორმაცია არის უამრავი და მე ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი ძალიან მახვილი მეხსიერებით არ გამოვირჩევი, ხო? ანალიტიკურ უნარებში არ ამიშავს გაგება, დასკვნების გამოტანა რაღაცა, მაგრამ რომ დამამახსოვრდეს ამისი ალბათობა ძალიან დაბალია, ხო? არა და ინფორმაცია ყოველ დღე შემოედინება სოციალური ქსელებიდან, პოსტები, გაზიარებები, სტატიები, ვიდეო მასალა, აუდიო მასალა, ტექსტი, წიგნები, რა ვიცი, პოდკასტები, AI-სთან ვსაუბრობთ ყოველდღიურად, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან, სასწავლო კურსებს გავდივართ, ტრეინინგებს და ასე შემდეგ, ხო? ყველა თქვენგანს აქვს ეს პრობლემა, მეტნაკლები ხარისხი და მეც მაქვს ეს პრობლემა, რომ აი ამ ყველაფრიდან რაღაცნაირად არ უნდა დაიკარგოს და არ უნდა გაიფანტოს, ხო? ანუ წაკითხვისთვის ხო არ არის და მოსმენისთვის ხო არ არის, ჩვენ გვინდა რომ ეს გამოგვადგეს და ეს ინფორმაცია გადაიქცეს ცოდნა და მე ეს ცოდნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სხვებსაც გაუზიაროთ, ჩვენს გამოვიყენოთ და ასე შემდეგ, ხო? საინფორმაციო წიგნიერება და სწავლის უნარი, ანუ დიდ მოცულობაში და მრავალფეროვნებაში გარკვევის უნარი, საერთოდ ითვლება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარად და წარმატების საფუძვლად ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა დონის პროდუქტიულობას მივახციოთ, მე ბევრი ვიწვალე, ესე იგი ამ მიმართულებით და ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც მივაგენი, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ, სწორედ მეხმარება, რომ ეს ზღვა ინფორმაცია რაღაცნაირად მოვაწესრიგო და გადავაქციო ცოდნად და თანაც გამოყენებად ცოდნად, ხო? და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გარეშე ამის ბლოკნოტებით და იმით კეთება ჩვენ დროში ფაქტიურად გონია, რომ რეალისტური არ არის, ხო? რა ინსტრუმენტზე გვაქვს საუბარი? ეს არის Readwise, ესეთი ონლაინ ინსტრუმენტია, რომელსაც მობილური აპლიკაციაც აქვს საიტიც, web interface-იც აქვს, მოკლედ იმის ბრაუზერის extension-იც აქვს, ანუ შეიძლება Chrome-ში ან Edge-ში ან Safari-ში დაამატოთ, ყველა
იმაზე მუშაობს, მოკლედ readwise, ანუ წაიკითხე ბრძნულად, მოდი ესე ვთარგმნოთ და ეს ინსტრუმენტი მე მეხმარება ამ ინფორმაციის მოზღვავების ამოცანის გადაჭრაში და ეხლა მე ვაპირებ რომ მოგიყვეთ და თან ვაპირებ რომ გაჩვენოთ ასე ვთქვათ ეს ინსტრუმენტი როგორ მუშაობს, მე როგორ ვიყენებ კონკრეტულად ჩემ მაგალითში და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებით, შეიძლება ამ ინსტრუმენტით არის სარგებლო სხვა ინსტრუმენტით, მაგრამ გონია რომ დაინტერესდებით და შეიძლება თქვენც გამოგადგეთ. ესე იგი დავიწყოთ იმითი უпростовით, სანამ დავიწყებთ readwise-ზე ლაპარაკს, მადლობა მინდა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ YouTube-ზე ჩვენი ვიდეოები არ არის დატვირთული რეკლამით და კლასიკური გაგებით სპონსორები არ გვყავს. საქმე ის არის, რომ ყველა ჩვენი ვიდეოს სპონსორი არიან ჩვენი ტრეინინგების მონაწილეები და დამკვეთები. ანუ თქვენ ის ხალხი, ვინც გვიკვეთავთ და მონაწილეობთ ჩვენ ტრეინინგებში, თქვენგან მიღებული რესურსი ჩვენ გვიჩნდება საშუალება, რომ უფასო და ხარისხიანი კონტენტი ვაკეთოთ, რისთვისაც დიდი მადლობა გეკუთვნით და ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ეხლა დაუბრუნდეთ readwise. რა არის readwise? readwise არის ცენტრალიზებული სერვისი, რომელიც გეხმარებათ, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მონიშნოთ რაღაც ინფორმაცია, მონიშნოთ საინტერესო ადგილები, ცისფერმთებში რო არის საინტერესო ადგილები წამიკითხეო, სოსოს რო ეუბნება, ესეთი რაღაცა რო გააკეთოთ და მე ეს გახადოთ გამოყენებადი და ძებნადი და დავიწყებ ჩემენ დემონსტრაციას Kindle-ის აპლიკაციით, რომელსაც თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე. ეს არის Kindle-ის აპლიკაცია, სადაც არის ის წიგნები, რომელიც წიგნებიც ან წაკითხული მაქვს, ან ვკითხულობ და წიგნის წაკითხვისას ერთ-ერთს გავხსნი მაგალითად voltage effects გავხსნი, ძალიან კარგი წიგნია, ესე იგი, გაიხსნება ეკრანზე, მოკლედ ტექსტი ამ წიგნის, რომელსაც ვკითხულობ, შეიძლება მობილურ ტელეფონში ვკითხულობ და შეიძლება თვითონ Kindle-ის მოწყობილობაზე ან სხვაგან და აქ Kindle-ში, ისევე როგორც სხვა საკითხავე ინსტრუმენტებში, ქართულშიც და არაქართულშიც, არის საშუალება, რომ მონიშნო ტექსტი, ანუ გააკეთო, რასაც ქვია highlight, ხო? და აი მონიშნე ეს ტექსტი, შემიძლია ამ მონიშნულ ტექსტს კომენტარიც მიუწერო, რისთვის მონიშნე და რა მიზნით მონიშნე, შეიძლება არა, ხო? ეს არის პირველი ნაბიჯი, ანუ ვკითხულობ წიგნებს და წიგნებში, ეხლა ფიზიკურ წიგნში მონიშნა უხერხულია და წიგნის უპატივცემულობაა, მე ესე მასწავლეს და ამიტომ არაფერს არ ვნიშნავ, ცხადია ფიზიკურ წიგნებში, ელექტრონულ წიგნში არანაირი საფრთხე არ არის, შენი მონიშნა არაფერს არ გააფუჭებს, რა თქმა უნდა და ამიტომ ძალიან აქტიურად ვნიშნავ ჩემთვის საინტერესო რაღაცეებს წიგნში, ამ წიგნში და სხვა წიგნებში, ხო? ანუ ჩემი ბიბლიოთეკა რო ნახოთ, ფაქტიურად ყველა წიგნში, რომელსაც პირველად ვკითხულობ, ან ხელახლა ვკითხულობ, ნახავ ძალიან ბევრ მონიშნულს, ხო? ეხლა ამ Kindle-ის ბიბლიოთეკიდან ეს ჩვენი readwise-ის აპლიკაცია ავტომატურად, აი ხა მე რო ვიყავი voltage-ში, წიგნში და რაღაცა რომ მოვნიშნე, ის ავტომატურად ამოტვირთავს readwise-ი და წაიღებს თავის ბიბლიოთეკაში და ეხლა უკვე readwise-ზე გადავერთვები. ეს არის readwise-ის აპლიკაცია, ამ ეკრანს შეხედეთ, ეხლა მე დეტალებში ჩასulis ამოცანა არა მაქვს, მაგრამ ეს ინტერფეისი აჩვენებს აი browse highlights შუა ტერიტორიას თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ აქ არის, ესე იგი, წიგნები, საიდანაც აქვს ამოღებული, აი ახლა ამ შემთხვევაში აქ ჩანს, რომ რაც readwise ვიყენებ, 28 წიგნიდან აქვს ამოტვირთული მონიშნული ადგილები, 46 სტატიიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ფაქტიურად ეს არის ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, რომელიც ყველა წიგნში რაც მოვნიშნე და რაც გავაკეთე, ეს ყველაფერი მოკლედ readwise-მა წაიღო და ამ ბიბლიოთეკაში მოუყარა თავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არის ავტომატიზებული. ახლა არ მინდა რომ დაგჭირ შთაბეჭდილება, რომ მარტო Kindle-დან შეუძლია readwise ინფორმაციის ამოღება და ამისთვის შეგახედებთ, ესე იგი, აპლიკაციას, რომელიც თვითონ აქვს readwise-მა გააკეთა აპლიკაცია, რომელსაც ქვია readwise reader. ამავე კომპანიის აპლიკაცია, რომელიც ასევე მობილური აპლიკაციაც არის ყველა პლატფორმაზე,
და web interface-იც აქვს და სტატიები, ნებისმიერი სტატია, PDF-ი, ელექტრონული წიგნი და ასე შემდეგ შეგიძლიათ ამ reader-ში ჩააგდოთ და შეიძლება წავიკითხოთ ეს ტექსტი, სტატია ამ შემთხვევაში და ეგერ ხედავთ რომ მონიშნული მაქვს სტატიაში რაღაცა ადგილი. ანუ არ არის აუცილებელი რომ Kindle-დან იყოს ნებისმიერ საიტზე ნებისმიერ რაღაცას გახსნით და ნებისმიერი საიტიდან ინფორმაციას ჩააგდებთ reader-ის აპლიკაციაში. მათ შორის აი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ რომ შეიძლება ვიდეო იყოს ეს, აი YouTube-ის ვიდეო არის ჩაგდებული. YouTube-ის ვიდეო გამიტექსტა reader-მა, აი ამ ქვემოთ ხედავთ ტექსტურ ვერსიას და ამ ტექსტში მე შემიძლია აქვე მოусმინო YouTube-ის ვიდეოს და აქვე მოვნიშნო ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტები და ადგილები. ანუ სტატიები, YouTube ვიდეოები, tweet-ები, პოდკასტები, რა ვიცი, ნებისმიერი წყარო და ფაილები, თქვენი სამსახურის ფაილები და ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება reader-ში ჩავაგდოთ. აი კიდე ერთი მაგალითი დაუშვათ ფაილების, აი PDF ფაილების, მაგალითად, აგერ არის ესეთი წიგნი არის, რომელსაც ქვია from startup to grown up, სტარტაპების განვითარებას ეხება და აი გახსნილია, შემიძლია გავხსნა, წავიკითხო ამ reader-ის აპლიკაციაში მობილურ მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე და აქაც მოვნიშნო, რაც დამაინტერესებს, მოკლედ გამოვყო ის ტექსტი და ფაქტიურად მოვნიშნო და ესეც წავა Readwise-ის აპლიკაციაში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ პირველი ნაწილი, რაც მინდა რომ მოგიყვეთ, არის რომ Kindle-დან, წიგნებიდან, სტატიებიდან, ყველა წყაროდან თავს ვუყრი reader-ის აპლიკაციაში და საიდანაც რასაც მოვნიშნავ, ყველაფერი მიდის Readwise-ის ბაზაში. და მე შემიძლია რომ Readwise-ის ბაზაში მოვძებნო, სიტყვებით მოვძებნო, როგორც აი search-ავთ, ფაქტურად თქვენ რაც წაგიკითხავთ და რაც მოგინიშნავთ, იმ ბაზაში შეგიძლია ნახოთ. მონიშნულს თუ მიაგენი და კონტექსტი თუ არ გახსოვთ, იქიდანვე შეიძლება რომ გახსნათ ორიგინალი სტატია. მაგალითად, აი ახლა ავდგები სტატიებში შევალ, აგერ from startup to grown up, აი ახლა რაც მოვნიშნე თქვენ თვალწინ, აი მაჩვენა ეს მონიშნული ადგილი აბზაცი Readwise-მა და აქედანვე შემიძლია წავიდე და გავხსნა ის სტატია, თვითონ სადაც მოვნიშნე ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეს ურთიერთდაკავშირებულია, არა მარტო ეს ნაწყვეტი აქვს წამოღებული, არამედ წამოღებული აქვს, დამახსოვრებული აქვს, ასე ვთქვათ, ეს საიდან წამოვიდა და კავშირი შენარჩუნებული. ეს არის ჩემი ბიბლიოთეკა, მოკლედ საიდანაც რა მოვნიშნე, აქ შემიძლია search-ი, მოწესრიგება თარიღებით, რაღაცებით. ხო, ეს არის წიგნებიც აქ არის, ყველაფერი ერთად აქ არის, სტატიები და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ ეს არის ერთი სიკეთე, რომ ფაქტიურად მე შემიძლია პერიოდულად ავდგე და როცა რაღაცას ვეძებ, რაც სადღაც წავიკითხე და მახსოვს, რომ წამიკითხავს და მჭირდება ვიდეოს გასაკეთებლად თუ ლექციისთვის, ტრეინინგისთვის, მოკლედ ძალიან ადვილი მეთოდია ამეების პოვნის, ხო? კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც Readwise აკეთებს, არის რომ note taking აპლიკაციებში, ანუ იმ აპლიკაციებში, რომელსაც თქვენ იყენებთ ჩანიშვნისთვის, შეუძლია რომ ეს ბაზა მარტო თვითონ კი არ დაიტოვოს, არამედ თქვენ საყვარელ note taking აპლიკაციაში გადაიტანოს. მე ვიყენებ Evernote, ყველაფრისთვის, აქ-ამაქვს საბუთები, ლექციის მასალები, ტექსტები, რაღაცეები, რასაც წერ, ფოტოები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამე. Evernote-ს ახლა არ ჩაუღრმავდები, ეს არის Evernote-ის ინტერფეისი და Evernote-ში Readwise თვითონ ყველაფერს, რასაც დაამუშავებს, ფაქტიურად Evernote-ში გადამიგდებს. აი ახლა თქვენ ხედავთ notes, აი აქ ეკრანზე, რომელიც არის ერთ-ერთი სტატია, საინტერესო სტატია შემოხვდა, Paul Miller's, რომელშიც იყო 40 აზრი 40 წლის ადამიანისგან. ესე იგი 40 წლის ხვდებიო და 40 აზრი ქონდა და ამ აზრებიდან რაღაცები მომეწონა და მოვნიშნე. ანუ მე რომ მოვნიშნე სტატიაში reader-ში წაიღო Readwise-მა და მე Evernote-შიც წამოიღო. ანუ მე reader-ში ძებნა არ მიწევს, მე ჩემს საყვარელ Evernote-ში, რომელშიც ისედაც ყველაფერს ვინახავ, აქვე რომ დავძებნო ეს საკვანძო სიტყვებით იქნება თუ რითიც იქნება, აქაც ვიპოვე ყველაფერს. ანუ არ არის აუცილებელი რომ Readwise-ის ინტერფეისით ისარგებლოთ, თქვენი საყვარელი note taking აპლიკაციით ისარგებლებთ, ეს ძალიან დიდი ამბავია, ხო?
და კიდევ ერთი რაც მინდა რომ გითხრათ აუცილებლად ეს არის რომ ყოველდღიურად მომდის ესე იგი შეთავაზება იმეილზე და მობილურ აპლიკაციაში I am daily review შეხედეთ ცისფერ ფონზე არის daily review ფაქტიურად Readwise ყოველ დღე გამეორება რომ ცოდნის დედაა ხო გახსოვთ მეუბნება რომ მოდი შენი წაკითხული რაღაცეები გადაიმეორე ყოველდღიურად და სტარტს თუ დავაჭერ დაიწყება შემთხვევითი პრინციპით ამომიგდებს რაღაცა ჩემი წაკითხულიდან ერთ აბზაცს რომელიც მე მოვნიშნე გადავავლებ თვალს ზოგი მახსოვს ზოგი არ მახსოვს აქედანვე შემილია მთელ დოკუმენტზე გადავიდე მაგრამ ყოველ დილით ხალხო 5 ან 10 ესეთ ჩემ მონიშნულ ასე ვთქვათ საზეპიროს უხეშად რო ვთქვათ მახსენებს Readwise და არის ძალიან ფუნდამენტური კვლევა ამის უკან რომ ფაქტიურად ყოველდღიური შეხსენება თქვენ საშუალებას გაძლევთ რომ ეს ცოდნა არ დაიკარგოს და არ გაიბნეს ხო შეგიძლიათ დააჭიროთ discards გადააგდოთ თქვათ რომ მაშინ კი მოვნიშნე მაგრამ აღარ მაინტერესებს შეგიძლია უბრალოდ დანს დააჭიროთ და შეინახავ შეგიძლია დაგულოთ დათაგოთ და ასე შემდეგ დაპოსტოთ სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ ეხლა უბრალოდ მოვიწონებ ოკეი გადავიდე შემდეგზე ეს უკვე სხვა სტატიიდან არის ამონარიდი მერე ოკეი გადავიდე შემდეგზე ეს სხვა სტატიიდან ამონარიდი ეს სხვა სტატიიდან ამონარიდი, წიგნიდან ამონარიდი და ასე შემდეგ და მივყვები და 5-ს რო გავივლი, მეუბნება რომ დღიური გეგმა სანდრო 5 ის ქონდა 5 აბზაცის ასე ვთქვათ გახსენება და დაამთავრე და ყოჩახ შენ ესე იგი კარგად იმუშავე. თუ მეტი დრო მაქვს, შემიძლია უთხრა review more highlights და კიდე გავაგრძელო და კიდევ 5 ვნახო, ხო? ამ მეთოდით მოკლედ ფაქტიურად ყოველდღიურად ვიმეორებ მთელ იმ ცოდნის ბაზას რაც გამაჩნია და ამას საერთოდ შეცვალა ასე ვთქვათ ჩემი ცხოვრება შეიძლება ვთქვა იმიტომ რომ მეხსიერება მოკლედ კარგი რო არა მაქვს მოკლედ ძალიან დიდი განსხვავება შეიქმნა ასე ვთქვათ ამენითი YouTube-ის ვიდეოებსაც ფაქტიურად რომ მიტექსტებს თვითონ ინგლისურ ვიდეოებს ავტომატურად მიტექსტებს იქაც საშუალება მიჩნდება რომ YouTube-ის ვიდეო კი არ დავინახო მთლიანი რომელიც შეიძლება 1 საათიანი იყოს არამედ აბზაცი მოვნიშნო და იმ აბზაცს როცა Readwise შემახსენებ შეიძლება იქიდან წამოვიდე და გადმოვიდე უშუალოდ იმ ვიდეოზე თუ მინდა ესე იგი რომლიდანაც ავიღე ეს ასე ვთქვათ საზეპირო ხო ამონარიდი ნაკვესი ხო მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცაა ეხლა აღარ ჩაუღრმავდები აღარ გავაგრძელებ ესე იგი ამის თქვენთვის გაცნობას იმიტომ რომ თუ აქამდე ვერ დაგაინტერესებთ მე მგონი აცივ აღარ დაგაინტერესებთ ეხლა პრაქტიკულად რა შეიძლება რომ გააკეთოთ რჩევები მინდა რომ მოგცეთ პირველ რიგში ეს ვიდეო თუ მოგეწონათ ესე იგი მოიწონეთ დაალაიქეთ YouTube-ზე, YouTube-იც ესე ხვდება და ჩვენც ესე ხვდება, როგორი ვიდეოები მოგწონთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს, ხო? ამის გარდა მოიკვლიეთ და აირჩიეთ ალტერნატივები. თუ გინდა Readwise გაარჩიეთ, თუ გინდა სხვა რაღაცა გამოიყენეთ, ჩამოყალიბ პირველი ეგ არის. მეორე რაში კითხულობთ და სად მონიშნავთ, ამაზე უნდა გადაწყვიტოთ და ამ ინსტრუმენტმა, თქვენმა ინსტრუმენტმა სადაც მონიშნავთ, იქიდან უნდა წაიღოს, ხო? ჩემ მეგობრებს ფაილებში აქვთ ეს შენახული და მე ავიწყდება თვითონ რა როდის მონიშნეთ, მეც ამ დღეში ვიყავი სანამ Readwise გამოჩნდებოდა. ამის შემდეგ უნდა მოაწესრიგოთ შენახვა, თაგების სისტემა გამოიყენოთ, ფოლდერების სისტემა, აი როგორც მე მაქვს Evernote-ში. შენახული, მერე როგორ იხსენებთ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში Readwise მიგვარებს მე ამ პრობლემას და მერე შევყვები ხოლმე და უფრო სიღრმისეულად ვკითხულობ რაღაცეებს როგორ პოულობთ როცა გჭირდებათ იმიტომ რომ სადღაც წავიკითხე სადღაც მაქვს შენახული ძალიან მნიშვნელოვანია და ამასაც მე Evernote მიგვარებს და ბოლოს ყველაზე მთავარი რჩევა არის რომ ადვილი ესეთი ჩვევის ჩამოყალიბება არ არის და მე პირადად რამდენიმე თვე დამეხარჯა რომ ეს დისციპლინა მომეყვანა ასე ვთქვათ მონიშნვის და Kindle-ის კითხვის და იმის დისციპლინას არ გულისხმობ რომ მომენიშნა მე ეს მონიშნულები გამეხსენებინა და ასე შემდეგ ხო ამიტომ ეს არის მოკლედ ერთ-ერთი ინსტრუმენტი რომელმაც ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა და პროდუქტიულობის რაღაცა ახალი სუნთქვა გახსნა, ამიტომ მინდოდა რომ თქვენთვის მომეყოლა ამ ვიდეოში, სულ ეს იყო.
რაც მინდოდა ამაზე მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებას გისურვებთ, მეტ პროდუქტიულობას და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.